Global geopolitikas ბოლო პერიოდში განსაზღვრავს ერთი ძირითადი ფაქტორი, რაც არის დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება. გუშინ, როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და მას შემდეგ ათობით თუ არა ასობით დოკუმენტს ხელი მოაწერა და ამერიკის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო. ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დონალდ ტრამპმა გუშინ მიიღო, უკავშირდება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გლობალური ჯანმრთელობის ორგანიზაციის, იგივე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის WHO-ს გასვლასთან დაკავშირებით. ამ ორგანიზაციას დონალდ ტრამპი და შესაბამისად ტოვებს ამერიკის შეერთებული შტატები, რადგან დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ამ ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციები არაფერს იმსახურება, ხოლო ის თანხები, ის მრავალი მილიარდი, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები როგორც მონაწილე ქვეყანა რიცხავს, იხარჯება და იფლანგება ტყუილად, რაც გარკვეულწილად არის ბიუჯეტის შემცირებისაკენ მიმართული ერთ-ერთი ნაბიჯი, მაგრამ ამასთანავე ის არის ხადია სიმბოლური ნაბიჯი, რადგან დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ ამ ტიპის გლობალური ორგანიზაციები გარკვეულწილად არასწორ პოლიტიკას ატარებენ და აყენებენ არა სხვა ცალკეული ქვეყნების ინტერესებს წინ, არამედ გლობალურ იდეებს, რომელთა შორის ხშირად შეიძლება ის იდეები არ დომინირებდეს, რომლებიც დონალდ ტრამპს და მის სამთავრობო კაბინეტს აინტერესებთ, მათ შორის არც ამერიკელი გადასახადის გადახდელების ინტერესები, რადგან დიდწილად ეს ორგანიზაცია, ისევე როგორც ნატო და ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ფინანსდება სწორედ წევრი სახელმწიფოების დონორული შემოწირულობებით, რაც თავის სტილ ივსება სწორედ გადასახადის გადახდელებით. საპრეზიდენტო ამისა ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ოფიციალური ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კო ძიაქუნმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ტოვებს ამ ორგანიზაციას, ჩინეთი რჩება მის ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებლად, რადგან ჩინეთი მეორე ეკონომიკაა მსოფლიოში, ხოლო ქვეყნები როგორც წესი საერთაშორისო ორგანიზაციებში საწყო გადასახადს იხდიან მათი მთლიანი შიდა პროდუქტის პროპორციულად მათი მთლიანი შიდა პროდუქტისა. შესაბამისად, ჩინეთი დარჩება ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებლად. ეს ადამიანი ამბობს, რომ ჩინეთი ყველა მხარესთან მუშაობას გააგრძელებს, გლობალურად ჯანდაცვის ორგანიზაციის და საერთოდ ჯანდაცვის ხელშეწყობას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს და საბოლოო ჯამში დარჩება იმ პრობლემების მომგვარებლად, რომელთაც კაცობრიობა აწყდება გლობალურად, მათ შორის აქ იგულისხმება კლიმატის ცვლილება, რომელიც დონალდ ტრამპს საერთოდ არ აინტერესებს და საერთოდ არ აღიარებს მას. ამასთანავე ჩინეთმა ასევე გუშინდელი დღის მერე ისაუბრა კიდევ ერთ თემაზე, რომელიც უკავშირდება დონალდ ტრამპის მიერ კუბას კუნძულის მოხსენიებას როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების, ანუ იმ სახელმწიფოების, რომლებიც ახალისებენ ტერორიზმს მსოფლიოში, ხოლო კუბაზე როგორც ცნობილია, წლებია უკვე აწლეულებია მოქმედებს კომუნისტური წყობა და ცხადია კომუნიზმი, სადაც მოქმედებს ის ქვეყანა პირდაპირ დაკავშირებულია ჩინეთთან, შესაბამისად ჩინეთი ვალდებულიც კი არის გარკვეულწილად, რომ მისი მოკავშირეები ასე თუ ისე დაიცვას და ეს ქმედება, რომელიც ვიხილეთ ჩინეთის მხრიდან დიპლომატიური ქმედება, რადგან ის არის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის სპიკერის მიერ გაკეთებული, სწორედ ამ ტიპის გადაწყვეტილებასთან არის დაკავშირებული და ნუ თქვა ჩინეთმა კიდევ ერთხელ და გაიმეორა ის პათოსი, რომელსაც პრინციპს ჩინეთი, რუსეთი და სხვა ანტიამერიკული სახელმწიფოები წლების განმავლობაში იმეორებენ, რომ ის ქმედებები, რომელიც დონალდ ტრამპმა გუშინ ჩაიდინა, სრულად ამჟღავნებს ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონიურ, ბრძანებლურ და მჩაგვრელურ სახეს, რადგან ჩინეთი, ისევე როგორც რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ყველა სხვა მტერი სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატებისა ამერიკას აღიქვამს როგორც ჰეგემონიური ძალიან დიდ ტირან სახელმწიფოს, რომელიც მის აზრს ახოვებს სხვა ქვეყანას. ეს ხადია ასე იფიქრებს თუ არა ადამიანი, ეს ყველა საერთოდ უნდა გადაწყვეტოს, მაგრამ როგორც წესი ამერიკის მოკავშირე სახელმწიფოებში, ან დასავლურ სამყაროში ასე არ ფიქრობენ. აქვე დონალდ ტრამპის განცხადებებს და გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა კიდევ ერთი პირი, რომელიც არის ხოსე მულინო და ის არის პანამის პრეზიდენტი. ჩვენ პანამის პრეზიდენტს ესე არასოდეს ალბათ არ გვისაუბრია, რადგანაც პანამა დიდად გამორჩეული სახელმწიფო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე ნამდვილად არ არის, მაგრამ პანამის განკარგულებაში და კონტროლქვეშ არის ერთ-ერთი არტერია გლობალური ტვირთ გადაზიდვისა. საუბარი გვაქვს პანამის არხზე, რომლის დაბრუნებაც როგორც ჩანს სურს დონალდ ტრამპს. მან ეს იდეა გააჟღერა არაერთხელ და საპრეზიდენტო ინაუგურაციის დროს სიტყვით გამოსვლასაც კი მან თქვა, რომ ის ძალიან აქტიურად ფიქრობს ამერიკისათვის პანამის არხის დაბრუნებას. დაბრუნება ამ შემთხვევაში ცოტა არ იყოს და სადაბო სიტყვა, რადგანაც იყო თუ არა პანამის არხი ამერიკის საკუთრება, ისტორიულად ამის დამტკიცება ცოტა არ იყოს და რთულია, რადგანაც ორივე მხარეს ეგრეთ წოდებული ისტორიული კლეიმი ამ არხზე ნამდვილად აქვს თავისი გეოპოლიტიკური და მათ შორის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. როგორც
პანამის პრეზიდენტი ამბობს, პანამის არხი რჩება პანამის საკუთრებაში, სახელმწიფოს სუვერენიტეტის ნაწილია, მასზე უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ პანამის მთავრობას და პანამის მოსახლეობას და ვერც ერთი სახელმწიფო, ასე ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტს თუ ვის უნდა ეკუთვნოდეს პანამის არხი. განსაკუთრებით იმ ყველაფერს გათვალისწინების ფონზე, რომ მულინო ამტკიცებს იმას, რომ პანამის არხი მუდმივად ყოველთვის ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებით. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, პანამის არხში ტვირთი გაივლის მიუხედავად იმისა, თუ რომელი დროშის ქვეშ ცურავს ეს გემი, საით მიეშურება ეს გემი ან საიდან მოდის ეს გემი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. პანამის არხი ყველასათვის არის ღია და ყველას ერთნაირი პირობებით ემსახურება და სწორედ ამ ერთნაირი პირობებით მომსახურებაზე აქვს ტრამპს გართულება. ის ამბობს, რომ ის ტარიფები, რომელიც პანამის არხში მოქმედებს, ამერიკისათვის არ არის ხელსაყრელი და ტრამპი ამბობს იმასაც, რომ ან ტარიფები უნდა შემცირდეს დრამატულად ამერიკისათვის, ამერიკის ტვირთისათვის, ან საერთოდაც პანამის არხი შესაბამისად უნდა გადავიდეს ამერიკის მმართველობაში. ცხადია, ამას პანამის ხელისუფლება არასოდეს არ დათანხმდება, რადგანაც ამ ქვეყნის ეკონომიკა ფაქტობრივად ამ არხზე არის დაშენებული, ხოლო ამერიკისათვის პანამის არხი დიდად ეკონომიკურად მნიშვნელოვანი აქტივი ნამდვილად არ არის, ის პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ დაპირისპირებად ნამდვილად არ ღირს, თუმცა თუ კი ტრამპი ამ იძულების მეთოდით მიაღწევს ტარიფების დაწევას ან ამერიკისათვის გარკვეულწილად უკეთესი პირობების გამოვაჭრებას, მაშინ ეს იქნება ტრამპისათვის ძალიან დიდი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამარჯვება, რომლითაც იხერებენ როგორც ამერიკული კომპანიები, ამერიკული ტვირთმზიდები, ასევე რა თქმა უნდა ამერიკის მოსახლეობა, რადგანაც ტვირთის გადაზიდვის ხარჯების შემცირება საბოლოო ჯამში იწვევს რა თქმა უნდა პროდუქციისა და სერვისების გაიაფებასაც. სხვა შორის პანამის არხის გარშემო მიმდინარე მოვლენები მახსენებს მე პირადად იმ რამდენიმე გადაწყვეტილებას, რომელიც დონალდ ტრამპმა მიიღო ასევე სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილებთან დაკავშირებით, მაგალითად მექსიკის ყურეს უნდა გადაერქვას სახელი და დაერქვას ამერიკის ყურე, ასევე გრენლანდიის შეძენაც სურს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ასე რომ ნახოთ რა იქნება და როგორ, მაგრამ მანამ სანამ ამერიკაში დონალდ ტრამპს აირჩევდნენ, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური წვრები მიმდინარეობს სლოვაკეთში, რომელიც არის ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო, რომელსაც მართავს სწორედ აი ეს ადამიანი, რომელსაც ახლა ჩვენ მაყურებელი ხედავს ეკრანზე, ეს არის რობერტ ფიცო. ფიცო, პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყნისა, რომელსაც სავარაუდოდ გამოუცხადებს პარლამენტი უნდობლობას, ჯერჯერობით სრული გადაწყვეტილებას რომელი არ არის, მაგრამ ამაზე საკანონმდებლო ორგანოში მსჯელობენ. უნდობლობა კი ნიშნავს, რომ მოკლედ მთავრობას ვეღარ დააფორმირებს ის და შესაბამისად მოუწევს, რომ გადადგეს და მოგვიანებით თუ კი კოალიციის შიგნით მას ისევ აირჩევენ ლიდერად, მაშინ უკვე კიდევ ერთხელ შეეცდება ის მთავრობის დაკომპლექტებას, მაგრამ და მიიღებენ თუ არა პარლამენტარები მას, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, რადგან მთავარი ფაქტორი, რომლის გამოც მის მთავრობას უნდობლობას უცხადებენ, არის თავად ეს ადამიანი. შესაბამისად, თუ კი ის დარჩა და ყველა მინისტრი შეიცვალა, თეორიულად პრობლემა ამით არ მოიხსნება. ხო, და პრობლემა არის ის, რომ ამ ადამიანმა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, გადაწყვიტა, რომ სლოვაკეთი, რომელიც ცენტრალური ევროპის ქვეყანა, არც ისე დიდი, არც ისე გავლენიანი, მაგრამ მაინც ევროპული ქვეყანა გეოგრაფიულად, გადაწყვიტა, რომ მისი ტრაექტორია განვითარებისა მკვეთრად შეცვალოს და წაიყვანოს ის რუსეთის მიმართულებით, მათ შორის გახსოვს, რომ ცოტა ხნის წინ ფიცო რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსაც შეხვდა, რაც ევროკავშირში არ არის მაინც მიღებული, იმიტომ რომ არ ხვდებიან რუსეთის პრეზიდენტს, მით უმეტეს ომის დაწყების შემდეგ გლობალური ლიდერები, ერთი გამონაკლისი იყო ვიქტორ ორბანის სახით და ისიც იგივე პოლიტიკას ატარებს უნგრეთში, რასაც ფიცო ატარებს სლოვაკეთში და ორთავე ეს ადამიანი სხვა შორის გარკვეულწილად მოკავშირე ითვლება საქართველოს ხელისუფლების, რადგან საქართველოს ხელისუფლებას ბოლო პერიოდში მსგავს პოლიტიკას ატარებს ამ მიმართულებით. Როგორც ფიცო ამბობს, მოკლედ როგორც უბრალოდ ოპოზიციაში ამბობენ და რაშიც რეალურად ადანაშაულებენ მას, ერთი რომ არის რუსეთთან დაკავშირება, მაგრამ რუსეთთან დაკავშირებას ისინი ახსენებენ სხვა კონტექსტში, რომელიც გულისხმობს ევროკავშირიდან გასვლას, რაც დადგა საკითხი პარლამენტში, დააყენეს ეს პარლამენტარებმა და თქვა ეს ხომ არ გეგმავს ფიცო მომზადებას პოლიტიკურად ქვეყნისა იმისთვის, რომ საერთოდ სლოვაკეთმა დატოვოს ევროკავშირი, რაც სლოვაკეთის შემთხვევაში ალბათ ეკონომიკური კატასტროფის ტოლფასი იქნება, რადგან სლოვაკეთი არ არის გაერთიანებული სამეფო, ხოლო სხვა პრეცედენტი ჩვენ არ გვახსოვს, მაგრამ გაერთიანებულმა სამეფომაც კი, ანუ დიდად გადაიტანა და დღემდე იმკის გარკვეულ შედეგებს ამ მიმართულებით, არადა ქვეყანა იყო ყველაზე დიდი ქვეყანა თავის დროზე იმპერია, რომელიც ყველა კონტინენტზე ლამის ფლობდა ტერიტორიებს, მაგრამ მასაც კი გაუჭირდა ეს და სლოვაკეთი, რომელიც არასდროს ყოფილა მსგავსი მასშტაბის იმპერია. არასდროს ყოფილა და თან ანუ ეკონომიკურად არ არის არც ერთი პარამეტრით მძლავრი ქვეყანა, თუ კი ის ევროკავშირს დატოვებს, სავარაუდოდ მისი
ეკონომიკა ძალიან ცუდ დღეში იქნება. მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ რობერტ ფიცო თუ კი მართლა იყენებს ამ რიტორიკას, ეს იყოს უბრალოდ პოპულიზმი და დემაგოგია, რომელსაც ის საკუთარი კონკრეტული საარჩევნო კომუნის მოსაბილიზებლად იყენებს, ხოლო სლოვაკეთში, ისევე როგორც სერბეთში, ისევე როგორც სლოვენიაში და აი ამ ქვეყნებში, როგორც ვიცით, რუსეთის ნარატივი ისედაც მომძლავრებულია, ამ ქვეყნებს ისედაც აქვს კონკრეტული სენტიმენტები რუსული პოლიტიკის და საერთოდ რუსეთის როგორც ქვეყნის მიმართ, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი მუშაობს. ხოლო თავად ფიცო რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს, ვლადიმერ პუტინთან როგორც თქვით, შეხვდა, საერთოდ გეგმავს რომ შეინარჩუნოს ურთიერთობა სლოვაკეთმა რუსეთთან და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ყველაფერი მით უმეტეს, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიცვალა ხელისუფლება, ეს ყველაფერი აჩენს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს, რომელთაც პასუხი გაეცემა სავარაუდოდ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში. მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრები არის ასევე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, სადაც ღაზის სექტორში, როგორც ჩანს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არის მიღწეული ისრაელსა და ჰამას შორის. ეს იყო ძალიან მტკივნეული საკითხი რამდენიმე თვის განმავლობაში მსოფლიოსათვის, რადგანაც მსგავსი შეთანხმება ლამის 5 ჯერ შედგა და 5 ჯერვე ჩაიშალა და ამჟამინდელი შეთანხმება ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მოქმედებს. აქ საუბარი არის ძირითადად სწორედ ცეცხლის შეწყვეტაზე, ტყეების გაცვლაზე და ჰუმანიტარული კორიდორის შექმნაზე. ეს იყო ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც ორივე მხარის მხრიდან იყო დაყენებული. აქ საინტერესო არის ერთი ის გარემოება, რომ როგორც წესი მსგავს შეთანხმებას არღვევს ჰამასი და გამორიცხული არ არის, რომ მომდენო რამდენიმე დღის განმავლობაში ჰამასმა ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვევს, რადგანაც ტერორისტული ორგანიზაცია როგორც წესი დიდად სანდო გარანტორი უსაფრთხოებისა და მშვიდობისა არასოდეს არ არის. ეს ტერორისტული ორგანიზაციის ფუნდამენტის საწინააღმდეგოა, ამიტომაც სავარაუდოდ ამ შეთანხმების დარღვევას კიდევ ერთხელ ვიხილავთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ის კონფლიქტი, რომლის მოგვარებაც ჯო ბაიდენმა ნამდვილად ვერ შეძლო, ისიც გადავიდა ასე ვთქვათ ტრამპის მემკვიდრეობად და ნახოთ როგორ გაართმევს დონალდ ტრამპი ახლა უკვე ამ კონფლიქტის მოგვარების საკითხს თავს. რისი წინაპირობას არსებობს, რადგან მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მან გარკვეულწილად ისრაელსა და ზოგიერთ არაბულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა დაალაგა. პარალელურად ამისა ისრაელის თავდაცვის ძალებში არის მნიშვნელოვანი როქირება, თავდაცვის ძალების მეთაური ტოვებს პოზიციას, ასევე სამხრეთ სარდლობის მეთაური ტოვებს პოზიციას და ყველაფერი ეს უკავშირდება 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი უეცარი იერიშის ვერ აღმოფხვრას, მის წინასწარ ვერ პროგნოზირებას და შედეგად ძალიან დიდი ცუდი ფატალური შედეგის მიღებას, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამ პირებმა როგორც ჩანს საკუთარი მოვალეობა ვერ შეასრულეს და თვითონ ხვდებიან ამას, რადგან ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით ისინი არ არიან გათავისუფლებულები, არამედ ისინი საკუთარი ნებით ტოვებენ ამ თანამდებობებს, მაგრამ უცნაურია აქ ერთი რამ, რადგან ეს ხდება ძალიან დიდი ხნის შემდეგ ამ მოვლენიდან, ასე რომ გამორიცხული არ არის, რომ ეს ყველაფერი ბენიამინ ნეთანიაჰუს განკარგულებით ხდებოდეს, ოღონდ უშუალოდ საკუთარი ხელით დაწერილი განცხადების საფუძველზე, რადგან ქვეყანა ომშია და ომში პერიოდულად იცვლება მეთაურებიც და ყველაფერი, რადგან პოლიტიკა იცვლება, შესაბამისად შეიძლება ყველაფერი უკავშირდებოდეს სწორედ იმ პოლიტიკურ თამაშს, რომელიც უფრო მაღალ დონეზე ვითარდება, აქ უკვე ამერიკაც არის ჩართული ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახით. ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გვაქვს, ეს უკავშირდება სირიას, სადაც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ დაემთხვა ბაშარ ალ-ასადის დიქტატორული რეჟიმი, რომელიც ლამის 24 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს იყო, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მხარდაჭერილი მარიონეტული რეჟიმი, რომელიც ახლა უკვე აღარ მოქმედებს. შესაბამისად, სირია გადავიდა სირიელი ხალხისა და მათ შორის ოპოზიციის მფლობელობასა და საკუთრებაში. ისინი ამჟამად განკარგავენ მთავრობას, ხადია სირიის მთავრობა და ზოგადად სახელმწიფო ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის, შესაძლოა ის failed state-ად, ანუ ეგრეთ წოდებულ არ შემდგარ სახელმწიფოდაც კი იქცეს, მაგრამ გარკვეული ცვლილებები მაინც არის სირიის მხრიდან. მათ შორის ერთ-ერთი ის არის, რომ ქვეყანამ აკრძალა რუსეთიდან, ირანიდან და ისრაელიდან პროდუქციისა და სერვისების იმპორტი. საუბარი არის სრულ აკრძალვაზე და ისინი იმდენად რადიკალურად წავიდნენ ამ ნაბიჯის მიმართულებით, რომ გადაწყვეტეს, რომ 10 უკვე შემოტანილი პროდუქციის კონფისკაციაც კი დაიწყონ და ამ პროდუქტების გამოყენებაზე უარის თქმა. ეს ხადია პოლიტიკური განაცხადია ამ სახელმწიფოების მხრიდან, ირანიდან ყოველთვის მოდიოდა ზეწოლა, რუსეთი მოგეხსენებათ რა მარიონეტული რეჟიმის მხარდაჭერი იყო, ხოლო ისრაელს როგორც წესი ახლო აღმოსავლეთში წარმოდგენილი სახელმწიფოების ძალიან დიდი ნაწილი აღიქვამს იდეოლოგიურ მტრად. ამავდროულად სირიამ დაიწყო იმპორტი დასავლური სახელმწიფოებიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან და როგორც ამბობენ მოქალაქეები, სირიაში უკვე გამოჩნდნენ ამერიკული ბრენდები და ისეთი საინტერესო პროდუქტები, როგორიც არის მაგალითად Twix-ი, Snickers-ი, Pepsi და სხვანი.